ახალი არჩევნების ჩატარება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა ახლა უკვე EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეიდან მოითხოვა EUTHO-ს ტრიბუნა გამოიყენა ჯო ვილსონმა იმისთვის, რომ მთელი საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვა ის, რომ ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და ამ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო რეჟიმმა დაარღვია ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც არის დაფუძნებული EUTHO, ეს არის ადამიანის უფლებები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ამიტომაც ჯო ვილსონმა მოუწოდა EUTHO-ს, რომ მოითხოვონ თავისუფალი ახალი არჩევნები საქართველოში და გაწყვიტონ ქართულ ოცნებასთან სხვადასხვა ტიპის კონტაქტები, ასევე ჯო ვილსონი ამბობს, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური პოლიტიკური ძალა და ის არ არის არჩეული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, შესაბამისად ეს არჩევნები არის გაყალბებული. ჯო ვილსონს ეს განცხადება არაერთხელ გაუკეთებია და დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ახლა მან კონკრეტულად მიმართა EUTHO-ში შემოვალ სახელმწიფოებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად მათაც გაიზიარონ ეს პოზიცია, რადგან ყოველთვის კარგად არის ცნობილი, რომ შეერთებული შტატების კონგრესში დაინიცირებულია ბიძინა ივანიშვილის არაღიარების აქტი, რომელიც სწორედ გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად არ უნდა გამოაცხადოს, შესაბამისად ამავეს მოუწოდებს ჯო ვილსონი ახლა უკვე EUTHO-ში შემავალ სხვა სახელმწიფოებს. არაერთი განცხადება გაკეთდა EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა მათ პირდაპირ თქვეს ის, რომ აკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის არჩევნებს. საკუთარი თვალით ზოგიერთი დელეგატი თავადაც იმყოფებოდა საქართველოში და დააფიქსირეს საკუთარი შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა ბევრი ისეთი დარღვევა, რომელიც არ შეესაბამება EUTHO-ს და ევროკავშირის საერთაშორისო სტანდარტებს. კიდევ ერთხელ დაგმეს ის, რომ ქართული ოცნება ძალადობს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მოუწოდეს ივანიშვილის რეჟიმს, რომ შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. The de facto Georgian Dream regime in Tbilisi stands in violation. საქართველოს დე-ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს EUTHO-ს ვალდებულებას ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები. შედეგად მოუწოდებთ ჩემს კოლეგებს დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვენ რეგულარულ ურთიერთობაზე ქართული ოცნების დიქტატურასთან. ქართული ოცნების დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში. And has not been elected in a fair and free election. Many of us took part in the election observation. კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით. ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ ძალიან მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწია ქართული ოცნების დელეგაციას EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჯო ვილსონსაც უპასუხა, გააკრიტიკა მისი პოზიციის გამო არჩევნებთან დაკავშირებით და თავი იმართლა EUTHO-ს წინაშე, რომ არ არსებობს ფაქტი ქართული ოცნების მტკიცებით იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ უთქვამს, თუმცა ქართულ ოცნებას ავიწყდება თავად რა დასკვნა დადო EUTHO-მა არჩევნებიდან 2 თვის თავზე, რომელშიც პირდაპირ ეწერა ის, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ბუნებრივი არჩევნებთან დაკავშირებით. EUTHO-ს გადაჭრით არ უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბებულა, თუმცა არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები, რომელიც EUTHO-ს დასკვნაშია დაწერილი, საერთაშორისო პარტნიორებს არ აძლევთ აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმაციის მინიჭების უფლებას. Mr. Wilson, if you were honest in your address. ბატონო უილსონ, თქვენ რომ მართალი იყო თქვენს მიმართვაში, თქვენს დაგმობდით ეგრეთ წოდებულ ფიქტიურ არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში. ახლა ნება მივოძეთ შემდეგ არანაკლებ მნიშვნელობის საკითხზე გადავიდეთ. ეს არის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. მაშინ როცა არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურ პლურალისტულ გარემოში, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით, რაც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას და ბევრად უკეთესად იყო ორგანიზებული ვიდრე ყველა ადრე ჩატარებული არჩევნები. პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, არჩია არ
არ ეღიარებინა შედეგები, დაჟინებით ავრცელებდა სრულიად გადაუმოწმეულ პრეტენზიებს და მათ შორის ამ ინფორმაციას. მოუწოდებთ ყველა მხარეს პატივის წინ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის სუვერენული უფლებისადმი ურყევი ერთგულებით. არ არსებობს არც ერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მთელი დღის განმავლობაში ძალიან მძიმე განცხადებები ისმის ქართული ოცნების მისამართით ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, სადაც გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ, იყო ძალიან მწვავე მოხსენება საქართველოში განვითარებულ პროცესებზე, იყო საუბარი როგორც გაყალბებულ არჩევნებზე, ასევე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელსაც ხედავენ პარტნიორები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იყო საუბარი პოლიტპატიმრებზე, დაკავებულ ადამიანებზე, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ასევე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე და შესაბამისად ეუთოს ყურადღების მიღმა არაფერი რჩება და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ პოლიტიკური რეპრესიები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.